მინდა რომ ჩემი ვიდეოები ასევე სტიმულის მომცემი იყოს ჩემისთან ადამიანებისთვის, რომლებსაც გვაქვს და გვაწუხებს შიშები. მოგესალმებით, მე ვარ ანა, 31 წლის და ვცხოვრობ და ვმუშაობ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქ პორტოში. ამ ვიდეოში ვარ მე და ვცხოვრობ ეგრეთ წოდებული სტანდარტული ცხოვრების წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ დავამთავრე უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, მუშაობ ასე თუ ისე ჩემი პროფესიით, მაქვს სტაბილური შემოსავალი, მყავს მეგობრები, მაქვს ჩემი ჰობი, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, არ მქონდა ბედნიერების შეგრძნება, არ მქონდა სულიერი სიმშვიდე, მქონდა პანიკური შეტევები. ამის გამო დავიწყე სიარული ფსიქოლოგთან, დავიწყე სიარული ასტროლოგთან, ანუ ყველგან ვცადე. სადაც შემეძლო რომ გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავზე, რატო გრძნობდი თავს ასე უცნაურად. ბოლოს აღმოჩნდა ის, რომ კომფორტის ზონა იყო ის, რაც ყველაზე მეტად მჭამდა, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. და 29 წლის ასაკში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ცხოვრება შემეცვალა ძირფესვიანად, გამერისკა ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რისკებთან ასოცირდებოდა, იმიტომ რომ გარანტირებული არაფერი არ არის. თუმცა დავფიქრდი და მივხვდი, რომ მერჩივნა, თუ შეცდომა უნდა დამეშვა შეცდომა ახლა ამ ასაკში, ვიდრე წლების შემდეგ მენანა ის, რომ რატომ არ ვცადე. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო სრულად ახალი ცხოვრება იმ ქვეყანაში, სადაც არასდროს არ ყოფილვარ. დღეს ვცხოვრობ პორტოში, მუშაობ და რაც ყველაზე მთავარია, მუშაობ ლეგალურად, რა თქმა უნდა, წამოვედი ლეგალური გზით. თავს ვგრძნობ ძალიან მშვიდად, ბევრად უფრო მშვიდად ვიდრე მაშინ. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ჯერ გზის ბოლოში კი არა, გზის ნახევარიც კი არ მაქვს გავლილი და გარანტირებული ჯერ ისევ არაფერი არ არის, იმიტომ რომ კიდევ ველოდები ახალ საბუთებს და კიდევ ველოდები მომცემენ თუ არა ბინადრობის უფლებას. თუმცა მაინც ახლა უფრო მშვიდად და კარგად ვგრძნობ თავს ვიდრე მაშინ, როდესაც მეგონა რომ ყველაფერი ჩაკეტილი იყო უკვე და სუნთქვაც კი აღარ შემეძლო წესიერად. თუ გაინტერესებთ პორტუგალიის კულტურა, თუ გაინტერესებთ ბუნება, გაინტერესებთ აქაური ცხოვრების წესი, რა შესაძლებლობებს გაძლევთ პორტუგალია, როგორ შეგიძლიათ ლეგალური გზით წამოხვიდეთ პორტუგალიაში, მაშინ ჩემს ვიდეოებში ნახავთ ამ ყველაფერს. და ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეშინია ყველაფრის. ფრენის, კალიების, სიმაღლის, წყლის, ობობის, ყველაფრის ლიფტის მეშინია, მაქვს კლაუსტროფობია, დახურული სივრცეში, მოკლედ ყველაფრის მეშინია. მოკლედ მინდა რომ ჩემი ვიდეოები ასევე სტიმულის მომცემი იყოს ჩემისთან ადამიანებისთვის, რომლებსაც გვაქვს და გვაწუხებს შიშები და ასევე მოგიყვებით იმას, თუ რამ აქცია ჩემი კომფორტის ზონა რეალურად ზონად, რომელიც ცოცხლად მჭამდა ემოციურად და ფიზიკურად. შეხვედრამდე. დღეს წავალთ პორტოში ნიგერიული რესტორნის გახსნაზე. ასევე მოვინახულოთ პორტოში ერთ-ერთ ულამაზეს სანაპიროს და სანაპირო ბილიკით გადავალთ პორტოდან სხვა ქალაქში, რაც ყველაზე მთავარია, გაგაცნობთ ჩემს პაწაწინა მეგობარ ალექსის. პორტო არის ულამაზესი ქალაქი, მაგრამ გიუმარაისში ჩემთვის არის განსაკუთრებულად ლამაზი ქალაქი. იმიტომ რომ რაღაცნაირი პატარა და მყუდრო ქალაქია და ძალიან მიყვარს აქაურობა და იმდენად ლამაზია და იმდენად ზღაპრულია, რომ არ ვეზრდება ხოლმე ამ ქალაქში სიარული. ერთხელ მახსოვს, რომ სადღაც ანუ როგორც ჩანდა კურსტბა, ისე აქვთ ამათ აქ პენია და ავდიოდი ამ პენიაზე ფეხით. და დაახლოებით უკვე 6 საათი იყო და გზაზე პენიას ასახვევთან შემხვდნენ აქაური ბებოები, პორტუგალიელები. და რომ ნახეს, რომ მარტო გოგო ავდიოდი მაგ გზაზე, ასე გადაღობეს გზად არ გამიშვეს, რომ არაო, ეხლა გვიანიაო, მალე დაღამდებაო და შენო მარტო გოგო ხარო და მარტო არ გაგიშვებთ. ხო, დაწადი უკანო ისე ჩვენ რო გიყურავთ, ისე გაბრუნდი და სრულიად უცხო ბებოები იყვნენ, საერთოდ არ უცნაობდი. ანუ ძალიან მეგობრული და ძალიან საყვარელი ხალხია, გიждები ამ ხალხზე. ვინც არიცით, მე მყავს უფროსი მეგობარი, რომელსაც ქვია ალექსი და დაახლოებით არის 60 წლის. ოღონდ მართლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ, რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს და არის ავსტრიელი, ხო, ავსტრია და ავსტრალიას შემთხვევით არ თქვა არასწორად. და არის ავსტრიელი და მე მეძახის აძიელ იმიგრანტს და იძახის, რომ მე მიშვილა. აი მგონი ალექსაც გამოჩნდა. ალექს
და ნახეთ რა ლამაზია. აი ულამაზესი ქალაქია. გიждები ამ ქალაქზე. უბრალოდ ის არის რომ ნაკლები შესაძლებლობები არის რა აქ. ნაკლები სამსახური. ეხლა მე და ალექსი ვართ ყვავილების გამოფენაზე. და ისევ მე არ ვიღებ სურათებს და ყვავილებს ვუღებს. არა და რო კითხოთ ჩემთვის წამოიღო ეს ფოტოაპარატი რო უკიდია აქ. შაბათ-კვირას გამოდიან და ცეკვავენ ქალაქის ცენტრში. მოვედით მე და ალექსი საჭმელად. ულამაზესი არის საქაურობა. ალექსი ვიყურებს. არაფერს არ ვჭამთ, იმიტომ რომ ძვირია. ანუ ზედმეტად ძვირია. აი ამ აღმართთან დაკავშირებით მაქვს ძალიან ცუდი მოგონება და გეტყვით რატო. ერთხელ აქ მოვიდი დაახლოებით 11-12 საათი იქნებოდა რა. და ანუ ძამგვენი არ იყო, მაგრამ ცუდი ამინდი იყო წვიმდა და შესაბამისად ხალხიც ნაკლები იყო ქუჩაში. ნაკლები კი რა საერთოდ არ იყო ამ ქუჩაზე, მარტო მე ამოვდიოდი აღმართზე და უცებ დავინახე რომ ჩემი სამართლით მოდიოდა მამაკაცი არაფრთხილ მდგომარეობაში. ახლა დეტალებს არ ვუყვები, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა რომ მაგ ადამიანს ვუჩივლე და პოლიციაში დავდიოდი დაკითხვებს. და ამოცნობაზე. ჩემი საყვარელი ისტორია რაც მოხდა ჩამოსულისთანავე პირველ კვირაში რომ პოლიციამ გამისცა რომ მე აქ ვიყავ. მოკლედ ჩემ სახლში დრო მოვიდა. სამწუხაროდ ეს ბევრი ადამიანი ვერ ვნახე, ვისი ნახვაც მინდოდა, ჩემი მეგობრები ვიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ არა უშავს, სხვა დროსაც დავბრუნდები. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. უზომოდ მიყვარს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი ქალაქია, პატარა, შუა საუკუნეების ისტორიული ქალაქია და ეს არის ქალაქი, სადაც ყველაზე მეტად დაინახავთ პორტუგალიურ კულტურას, არქიტექტურას, ისტორიას და ეს იყო პირველი დედაქალაქი. და ამ ადგილს ქვია ადგილი, სადაც დაიბადა პორტუგალია. ჩემთვის არის უსაყვარლესი ადგილი პორტუგალიაში. ყველაზე დირჩევთ რომ ნახოთ. მოკლედ შაბათი დღეა და ჩველოდები ჩემს ნიგერიელ მეგობარს თანამშრომელს, რომელმაც უნდა გამომიაროს და უნდა წავიდეთ ნიგერიული რესტორნის გახსნაზე. მისი მეგობარი ხსნის და მეც დამპატიშეს და ერთი სული მაქვს ვნახო, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს, ზოგადად ყველა ქვეყნის კულტურა მაინტერესებს, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების კულტურები მაინტერესებს, რომლებიც არ არიან ძალიან გაპიარებული და ჩვენთვის ცოტა შორეული არის. მაგალითად, ახლა იტალიური კულტურა და ფრანგული კულტურა ყველას მიყვარს, მაგრამ აი ცოტა შორეული ქვეყნების კულტურა განსაკუთრებით ვხიბლავს, რომელიც არ არის ესე რაღაცა ძალიან ახტაცების საგანი და ძალიან გაპიარებული. მოკლედ განახებთ იქიდანაც ვიდეოებს, როგორი იქნება. Benjamin, where are we going to? So a friend of ours is opening her Nigerian restaurant, and we are going there to have a feel of Nigerian good food. That's amazing. ეხლა უნდა შევუყვათოთ საჭმელი და ბენჯამინი არჩევს 3 საათია ვერ აარჩია რა უნდა. და ეს როგორ ალამაზია სიმრავლე. და ნახეთ ეხლა
Benjamin and Vincent. და აქ არის ჩვენი თანამშრომელი ვიქტორი. Tudo certo. Olá! Pega a maldade da bandida que faz um sexo bolado. Então vai tomando toda a vida. Hoje tu pode quebrar o barraco. Ela empina com a mão no grau. Nas avenidas na marginal. Uma pegada dos cria. აი ეს რაღაცა ძალიან გემრიელი იყო, არ ვიცი რა ქვია სახელი, მაგრამ კბილი პურივიც იყო. დაშკარად სეჩია შემწარი, მაგრამ გემრიელი იყო ნამდვილად. ახლა ველოდები მეორეს. ვარ დავიწყდათ, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია დღეს პირველი მღერვა გახსნის. What is this? This means I eat with my hands. Watch me. I'm watching. It's amazing. Wanna join me? So, what do you know about Georgia? All right. What I know is that Georgia is a country in the Eastern Europe, and the capital is Tbilisi. But I don't know if it's closer to Moldova or Bulgaria. I'm not sure. Or maybe Russia. They speak a little bit of Russia. Oh, the religion there is Christianity. I know the color of the flag is like white and red with a cross. Yeah. Benjamin დავკარგე. Benjamin. მორჩა ჩვენი ნიგერიული რესტორანი. Hola. Cute. ეხლა ვიფიქრე რომ მაღაზიაში წავალ. ხალხი ისე მიყურებს, გეგონება რომ რა ვიცი პირველი ადამიანი ვარ. ეხლა წავალ მაღაზიებში, რომ ვნახო რა ფასტაკლებები თუ არის. იმიტომ რომ აქ თუ ფასტაკლებია, ნამდვილი ფასტაკლებებია. ეს მოლი მიყვარს ძალიან პორტოში, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი მოლია. იმდენად ცუდი ორიენტაციის უნარი მაქვს, რომ მაღაზიაში რომ შევდივარ და გამოვდივარ, მერე ვერ ხვდები რომელ მხარეს უნდა წავიდე, მარჯვნივ თუ მარცხნივ. და 9 ჯერ ვთავ ხოლმე Google Maps რომ მივხვდეს საით მხარეს მაქვს ასასვლელი. წავედი სახლში, დავიღალე. ჩემს სახლამდე მჭირდება დაახლოებით 30 წუთი რომ მივიდე ფეხით და ყოველთვის რა თქმა უნდა ფეხით მივდივარ ხოლმე სახლში ცენტრიდან. გამარჯობა. დღეს მივდივარ ახლა რომ განახოთ სპორტოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანაპირო. ჩემი კეპი არ მოგწონთ. აქეთ რა საყვარლობა. ჩამოვედი და ახლა ველოდები ჩემს მეგობარს უნდა შემხვდეს აქ. მისი მატარებელი აგვიანებს ცოტას. და მერე წავალთ პირდაპირ იმ სანაპიროზე. შეხედეთ ახლა რა ლამაზია. Teach me some Romanian. Which Romanian? Which Romanian? Georgian. 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 Okay, what do you want to know? Okay, I'm at the beach. სანაპიროზე ვარ. Samana.
Samena. Waka. Genau. პირველად აქედან ვნახე ოკეანე ამ ადგილიდან. და ეხლა ისევ აქ მოვედი. Tell me 3 things what you know about Georgia. In America, close to Texas, and we have Georgian refugees here in Portugal. We have Georgian refugees in Portugal? I'm not a refugee. I'm not. What's the best food? Let me ask you, what's the best food in Georgia? Khingale. What is that? We can try it in Porto. We have Georgian restaurants in Porto and you will be impressed by it. დავბრუნდით ქალაქისკენ და ყიდიან მეორად დასაცმელებს აქ. ცენტრი არის სავსე ხალხით. ახლა მოვედით რომ ყავა დავლიოთ. და გადავწყვიტეთ რომ სანაპირო გზით წავიდეთ უკან და ეს სანაპირო გზა არის დაახლოებით 2 საათი, არა 1 საათიანი. უბრალოდ ახლა ეს Bye. Yes. Please give me a hand. Okay, that's okay. სანაპირო გზა არის ჩამწრეული. ახლა მოვედით პატარა ქალაქში, რომელიც ძალიან ტურისტული ადგილი აღმოჩნდა და ვაგრძელებთ გზას. კიდევ 9 საათი უნდა ვიაროთ. იმდენად ულამაზესი გზა არის, რომ არ მბეზრდება. ამ სანაპიროზე მთლიანად არის გაყვანილი ეს პატარა გზა და წარმოიდგინეთ, ქალაქებს უკავშირდებით აი ამ ხის ბილიკით. ხედეთ ხალხო რა ლამაზია და რაც ყველაზე მთავარია ნახეთ როგორი პატარა ჭიშკარია. ის კი არ არის რაღაცა უზარმაზარი გალავანი როგორც ჩვენთან იციან. აი არა ნახეთ საოცრება. მოკლედ ჩვენ ვიარეთ დაახლოებით 2 საათი და ფეხით მოვედით პორტოდან შპინიო. Yes? პორტოდან მოვედით ფეხით შპინოში. ანუ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში და ეს მთლიანი გზა იყო ოკეანეზე. ბარესა და ზეს შორის. და აი ეს თვითმფრინავი მოფრინავს კუნძულ მადეირადან. და ესეც შპინიო. მოკლედ მეგობრებო, დამთავრდა დღევანდელი დღე და მივდივარ სახლში. დღეს ვიარეთ დაახლოებით 16 კილომეტრი. წავალ სახლში, შევჭამ, დავისვენებ და მოვამზადებ ხვალ სამშაო კვირისთვის. დროებით